მოდით ვისაუბროთ, ვინ იყო კლიმენტი რომაელი. მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელი რომში დაიბადა იმპერატორი ტიბერიუსის მმართველობის დროს. მამამისი ფაუსტო მდიდარი და დიდებული წარმართი იყო. დედა კი საოცრად მომხიბვლელი ქალი. ცოლ-ქმარს 2 ტყუპიძე ჰყავდა, ხოლო კლიმენტი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათთან დასახლდა ფაუსტოს ძმა, რომელმაც კლიმენტის დედის მიმართ გამოიჩინა ვნება. შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა მისი შეურაცხყოფა დაიწყო, ხოლო დედამ არ ისურვა ქვრისთვის ეს ამბავი ემცნობინებინა და გადაწყვიტა თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვა ათენში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ფაუსტომ ათენში გაუშვა თავისი მეუღლე და უფროსი შვილები ხომალდით. რამდენიმე ხნის შემდეგ ქარიშხალი ამოვარდა. აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი კი იმსხვერპლა. გონდაკარგული მათიდია, ანუ მეუღლე, მას მათიდია ერქვა, ნაპირზე გამორიყა. აქ კი შეიფარა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა. მათადიას უფროსი ძეები ფაუსტო და ფაუსტინე მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონებად მიყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალბატონს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებებს ასწავლიდა. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნენ და მოინათლნენ. შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩასულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ. მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო ამის შესახებ. ფაუსტომ პატარა კლიმენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებნელად წავიდა. მშობლებს მოწყვეტილი კლიმენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო. ფუფუნებით იყო გარემოცული. ახლობლების დაკარგვით და დარდიანებული ყმაწვილი ფიქრობდა თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდეგ. მან სახლი დატოვა. იგი ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტეს შესახებ, აქ კლიმენტი შეხვდა მოციქულ ბარნაბას. შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა. პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარიც გახდა. პეტრე მოციქულს თან ახლდნენ კლიმენტის ძმები ფაუსტო და ფაუსტიანეც, მაგრამ ერთმანეთი ვერ იცნეს, რა თქმა უნდა. წმინდა კლიმენტი რომაელის შესახებ ცნობები დაცულია წმინდა ირინეოს ლიონელის ნაშრომებში. მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა, რომელიც წარმოგვიდგენს რომის მესამე ეპისკოპოსად, წმინდა კლიმენტის. იგი იყო ეპისკოპოსი 92-101 წლებში. წმინდა კლიმენტის ხელი დაასხა თვით პეტრე მოციქულმა, ტერტულიანეს ცნობით. თუმცა კლიმენტი უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით ეპისკოპოსობა განუკუთვნა ლინოს და შემდეგ ანეკლეტოსი, სანამ არ გარდაიცვალა. ორიგენე და ევსები კესარიელი კლიმენტი რომაელს აიგივებდნენ იმ კლიმენტისთან, რომელსაც თავის თანაშემწედ მოიხსენიებდნენ. პავლე ფილიპეს მიმართ ეპისტოლეში. ეგრეთ წოდებული ფსევდოკლიმენტური ლიტერატურა კლიმენტის წარმოგვიდგენს საიმპერატორო ოჯახის წევრად. დიონ ვასიუსის აზრით კლიმენტი რომაელი იყო იგივე კონსული ტიტუს ფლავიუს კლიმენტი, საიმპერატორო ოჯახის წევრი, რომელიც 95-96 წელს სიკვდილით დასაჯეს რომში ქრისტიანობის გამო. ჩვენამდე მოღწეულია ძეგლი მარტვილობა წმინდა კლიმენტისა. წმინდა კლიმენტის მოღვაწეობა მიეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც რომში საეკლესიო ენად მიღებული იყო ბერძნული, ამიტომ იგი ბერძნულად წერდა. წმინდა კლიმენტის უმთავრესი ნაწარმოებია 2 ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. პირველი გაცილებით ვრცელია. უძველესი დროიდანვე განეკუთვნებოდა წმინდა კლიმენტის, ხოლო მეორე ეპისტოლე მე-4 საუკუნეს განეკუთვნება. საეჭვო გახდა იყო თუ არა კლიმენტის ნაშრომი. ევსების შემდეგ კი ნეტარი იერონიმეს მიერ დიდი სჯულის კანონის პირველ ძეგლში, რასაც მოციქულთა კანონები ეწოდება, ეს ეპისტოლენი შემოგვინახა. მე-5 საუკუნის სახელგანთქმულმა ალექსანდრიის კოდექსმა. მის სახელს უკავშირდება მოციქულთაგან გადმოცემული 85 კანონის წერილობითი გაფორმება. ეს ძეგლი საფუძველია დიდი სჯულის კანონისა. და შეიძლება ითქვას, რომ მცირე სჯულის კანონიცაა.
მის სახელს უკავშირდება აგრეთვე მოციქულთაგან გადმოცემული საეპისკოპოსო განწესებათა 8 წიგნად შედგენა. ეს წიგნი ცნობილია როგორც მოციქულთა განწესებანი. თავის დროზე შედიოდა ახალი აღთქმის კანონშიც. შემდეგ ეს წიგნი მრავალჯერ იქნა გადაწერილი და მრავალი უკეთური რამ შეემატა და შემდეგში აიკრძალა მისი გამოყენება. მას მიეწერება 2 ეპისტოლე ქალ წულთა მიმართ. ამ ეპისტოლეს დაემოწმნენ წმინდა ეპიფანე და ნეტარი იერონიმეც. დღეისთვის ბერძნული ორიგინალი დაკარგულია. ისინი მოღწეულია სირიული თარგმანის სახით. კლიმენტი რომაელს უკავშირდება აპოკრიფული ძეგლებიც, ფსევდოკლიმენტიმებია. აქ ნაუწყებია მისი ცხოვრების დეტალები. მას უწოდებდნენ პირველ ქრისტიანულ რომანს. მოგვიანებით ამ ძეგლმა აპოკრიფული ხასიათი მიიღო. თავის დროზე ნათარგმნია ექვთიმე ათონელის მიერ. კლიმენტი რომის ეკლესიის მწყემსთავრად ეკურთხა თვით მოციქული პეტრეს მიერ. მოციქულები აღესრულნენ 66-65 წლებში. ამის შესახებ ევსები კესარიელი გვაუწყებს. ჯერ ლინუს და ანაკლიტეს მიეცათ კურთხევა ეპისკოპოსობის, ხოლო მათი აღსრულების შემდეგ კლიმენტი რომაელი 90-იან წლებში ხდება ეპისკოპოსი. კლიმენტი იძიებდა იყო თუ არა სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ. მან გაიგო ეგვიპტეში ქურუმების მისნობის შესახებ, სულის გამოძახების რიტუალი, რომელიც მათ მიერ სრულდებოდა. მათ დაარწმუნეს, რომ სული არსებობს გარდაცვალების შემდეგ. იგი ეგვიპტეში მიმავალი შეიტყობს, რომ ებრაელებიც ასრულებდნენ ამგვარ რიტუალს. გზად მიმავალი გემით ქარიშხალმა გაიტაცა და ეგვიპტის სანაპიროზე გაიყვანა. იქ სადაც ბარნაბა მოციქული ქადაგებდა. კლიმენტი შეიჭრება ბრბოში და იცავს მოციქულ ბარნაბას. ბარნაბა მოციქული მას იერუსალიმში წაიყვანს. მოგზაურობაში მიმავალი მოციქული პეტრე ხელს დაასხამს. მას არ სურდა ამ ღვაწლის ტვირთვა. მოციქული კი ეტყვის, მომიყვანე ვინმე ღირსეული, რომ ვაკურთხო. კლიმენტი დაეთანხმება და აკურთხებენ მას ეპისკოპოსად. კლიმენტი რომაელი მიმართავს კორინთელებს არსებული შფოთის გამო. იგი სავალდებულოდ თვლის დაწეროს ეპისტოლე. კლიმენტი ალექსანდრიელი არის მცოდნე ზედმიწევნით წმინდა წერილისა. აქ გამოყოფილია 2 ერთ-ერთი საწინააღმდეგო შური და ამბოხი. საუკეთესო მაგალითია. აქ მაცხოვარი, რომელიც შურის გამო იქნა გასამართლებული, აგრეთვე წმინდა პეტრე და პავლე ამქვეყნე ჭეშმარიტი აზრის დევნა ყოველივე შურის მიზეზია. მის სწავლებაში ხაზგასმულია საერო პირთა სამოციქულო ხელდასხმა, საღვთო კურთხევის შესახებ. როცა ერთი სასულიერო პირთაგან იკურთხება, მეორე სასულიერო პირი ეს მადლით მოციქულებს მიეცათ ღვთის კურთხევით. ყველა მართლმადიდებლური ეკლესია სამოციქულოა. ხელდასხმის უწყვეტობა, რომელიც აღესრულება მოციქულთა მოღვაწეობით, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ხოლო საერო ხელდასხმა არაფრის მომცემია, ვინაიდან ხელდასხმა მაშინ აქვს მადლი, თუ პირი ღვთივკურთხეულია. წმინდა კლიმენტის ნაშრომი მკვდართა ხორციელად აღდგომის შესახებ თვით ეკლესიაშიც აქტუალური იყო. თვით დღე-ღამის და სეზონური ცვლილება ყოველივე ადამიანის ცვალებადობაზე მოგვითხრობს. მარცვალი, რომელიც შთათესილია მიწაში, იგი უეჭველად უნდა გაიხრწნას. ფენიქსის სახე ფრინველი ქალაქ პელოპოლისში ცხოვრობს. ეს პირველი მოფრინდება სამსხვერპლოზე ქურუმებთან და კითხულობენ წინა ფენიქსის მოსვლამდე გასული 1500 წელი. ფრინველი იქ კვდება. მატლი, რომელიც გაღწნის შემდეგ წარმოიშობა, ჭამს ამ სხეულს და ახალ ფენიქსად იქცევა. სანამ 1500 წელი არ გავა, ადამიანიც ანალოგიურად უნდა აღმოცენდეს. 3 შობა აქვს ადამიანს. პირველი დაბადება შობა ხორციელად, მეორე ნათლისღება, მესამე კი მკვდრეთით აღდგომა. ქადაგება ძველად წარმოითქმებოდა კათაკმეველთა ლოცვის შემდეგ და მართალთა ლიტურგიის წინ. კირილე ალექსანდრიელი მოუმზადებლად კითხულობდა ქადაგებას. იყვნენ მალე მწერალნი, რომელნიც წერდნენ ქადაგებებს. აქ არის 2 გზა, ერთი სათნოების და მეორე ბოროტების, რომელიც წარწმედის გზაზედაა გაყენებს. ჩვენში თუ როდის დამკვიდრდა ეკლესია? ეკლესია არის უწინარესი მზისა და მთვარისა. იგი სულიერი გამოვლინებებით არის სამყაროს შექმნისა. ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული. ის არის მოვალეობა და სამსახური ანგელოზებისა და წმინდანებისა. ეკლესია უწმიდესია კოსმოსური სამყაროსი. მისტიკოს, საიდუმლო, უცნობი,
ებრაელები მთელ ამ სამყაროს აღიარებდნენ მისტიკას, საიდუმლოსა და შეუცნობელს. ებრაელები მთელ ამ სამყაროს აღიარებდნენ თავიანთ შემქმნელად. კლიმენტი, რომელის სახელთანაა აგრეთვე დაკავშირებული კიდევ ერთი მოციქულთა განწესებანი, რომელმაც სამწუხაროდ ჩვენამდე სრულად ვერ მოაღწია.